მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან, სულგმენსი მადლობა რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღეს მინდა ერთი მოკლე გაშლა გავაკეთოთ. ხშირად არის ხოლმე SMS-ები, ხო, წერილები იმასთან დაკავშირებით, რომ პარტნიორთან დავიშალეთ, წავიდა, რაღაცა აღარ ვართ ერთად და დაბრუნდება თუ არა ეს ადამიანი, ხო? ან რა გაანალიზა და გააცნობიერა. მოდით ესეთი კითხვა დავსვათ. რატომ მოიქცა ესე? ხო, რატომ მოიქცა და რატომ დაამთავრა თქვენთან ურთიერთობა? მოდით ნახოთ. ვინ არის მოსული სასაუბროდ? ვინ არის მოსული სასაუბროდ? ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი პასუხისმგებლობები ჰქონდა, ხო, რომელსაც შეიძლება ითქვას სამკუთხედი სიტუაცია არის და მიზეზიც მე მგონი უკვე ნათელია აქ, რომ მოვიდა ადამიანი, რომელსაც ყავდა პარტნიორი, რომელიც იყო უფრო მყარ ურთიერთობაში, რომელთანაც ჰქონდა ვალდებულებები და პასუხისმგებლობები და დღესდღეობით თქვენი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, დასრულდა. შესაძლებელი აქ იყოს რაღაც მომენტში ისეთი ადამიანიც, რომელიც თქვათ არის ხოლმე, რომ ოჯახური სიტუაცია თუ გქონდათ და ოჯახური ურთიერთობა დაამთავრა, ხო? კარგით, ნახოთ აბა ამ ადამიანის პასუხი. რატომ დაამთავრა? რა იყო მიზეზი ურთიერთობის დაშლის? ვეღარ ვითარდებოდა ისე როგორც საჭირო იყო, ხო? ვეღარ ახერხებდა თქვენ ურთიერთობაში ჩაედო ის რესურსი, რომელიც საჭირო იყო. ძალიან ბევრი ცდუნება გაჩნდა მის ცხოვრებაში, ხო, რაღაცნაირად ადამიანმა შეიძლება ითქვას, რომ ბევრ რაღაცა მიმართულებებში დაინახა, ასე ვთქვათ, ბრძოლა. შეიძლება ითქვას. ნახეთ, თუ თქვენ იყავით სამკუთხედ ურთიერთობაში, გასაგებია, რომ აქ შეიძლება ითხოვდით ან რაღაცა მიდიოდა იქეთ სიტუაცია, რომ და ერთ მხარეს დაემთავრებინა და მეორე მხარეს გადმოსულიყო და ამას ვერ გააკეთებდა და ვერ ჩადებდა რესურსს და ვერ დათმობდა იმ სიტუაციას და ამ ცდუნებებს ვერ გაუძლებდა და მეორე მხრივ, თუ ეს იყო ოჯახი, ხა ეს საჯაროა, თუ იყო ოჯახი და მეუღლე წავიდა თქვენგან, აქ გეტყვით, რომ უკვე აღარ ვითარდებოდა თქვენი ურთიერთობა, უკვე რაღაცა ერთ ადგილას გაჩერდა, ერთ სისტემაზე გაჩერდა და მან ვეღარ გაუძლო ცდუნებას, ვეღარ გაუძლო ზეწოლას და გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაესრულებინა ურთიერთობა.